საღამომშვიდობისა მეგობრებო, როგორც უკვე გაგიცხადეთ, გამოჩნდა წიგნი, სადაც უძველესი ბიბლიის შესახებ არის საუბარი და ეს უძველესი ბიბლიის შესახებ წიგნი, რომელიც ეტიოპიაში გამოჩნდა და რომელსაც მე ვთქვი, რომ ეს არის ქართული ნუსხა ხუცურით დაწერილი. ლევან პეტრიაშვილმა მომწერა ასეთი რამ, რომ ეს არის ამჰარიკული ენა და არა ქართული. ნახეთ, აი აქ ეხლა ვერ ჩანს კარგად ზუსტად როგორი და რა წერია, მაგრამ ძალიან მსგავსებაა ქართულ ნუსხა ხუცურის ენაზე. ეხლა ნახე რა მინდა გითხრათ რა. ვთქვათ ეს არის ამჰარიკული ენა. ხო, დავუშვათ ეს არის ამჰარიკული ენა. და ძალიან გავს ქართულ დამწერლობას, ეს არის უძველესი ენა, აი დაგიდებთ აქ წაიკითხეთ. თუ რა არის ამჰარიკული ენა. უძველესი ენა არის, რომელიც ესე იგი გამოიყენება აი ამ ჩამოთვლილ ეთიოპიაში, ასევე ერიტრეაში, ჯიბუტიში, სუდანში, სუდანის არაბეთში, საუდის არაბეთში, ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, იემენსა და ისრაელში. და მე მინდა გითხრათ ერთი რამ ახლა. აი დააკვირდით უბრალოდ აი ამ იკონებს, იკონოგრაფიას. აქ ამ იკონოგრაფიაზე შეიმჩნევა ძალიან, ხა ვინც იკონოგრაფიაში ერკვევა, იმის გაიგებს ამას. ძალიან მსგავსი ქართული ხატებისა, ფრესკებისა, როგორიც არის უძველესი კულტურული ძეგლები საქართველოში მოიძიება, სხვათა შორის ერთ-ერთი არის რაჭაში ნიკორწმინდა და ამ ფრესკების მსგავსება ძალიან არის ქართულ ფრესკების მსგავსებასთან, ამ ხატის. თვითონ ენა, ამჰარიკული ენა თუ არის ძალიან დიდი მსგავსებით ქართულ ნუსხა ხუცურთან და თვითონ ნახეთ სიტყვაში რა წერია ამჰარიკული, ხართან გვაქვს საკითხი რა. ანუ ამ რაღაცა ხართან გვაქვს საკითხი. ამ ხართან თუ გვაქვს საკითხი, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენს ლიტერატურაში არსებობს ხარზე ნაშრომები, ხარს დიდი მნიშვნელობა აქვს, აი მაგალითად წიქარაშიც იგივენაირად ხარს მნიშვნელობა აქვს, ხრაკნიტულს რო ტეხავს და ეს შემთხვევით დაწერილი ზღაპარი არ არის გადმოცემული. ხართან ასევე ძალიან კავშირი აქვს თამარ მეფეს. იმიტომ რომ თავის ასობგერათა წყობაში გამოიყენებს ის თავის მონეტაზე ასობგერა ხარს და საინტერესო არის, ანუ დავაკვირდეთ, ამჰარიკული ენა, როგორც ყოველთვის ახლა აქედან არის წასული დამწერლობაც და მთლიანად ეს ცივილიზაციები, თუნდაც ეგვიპტეში და თუნდაც აი ამ ტერიტორიებზე, რომელიც წეგან ჩამოვთვალე, ამჰარიკულ ენას ძალიან დიდი მსგავსება აქვს ქართულ ასომთავრულთან. აი, ნახეთ, ამჰარიკული ენა არის ეს. ნახეთ? კი, ქანი ძალიან გავს, ნახე. რატომ ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა იყოს ამჰარიკული ენა, იცით? ამ ასობგერებში, წყობაში, დააკვირდით ქანს. თუ იცით, ქანი როგორი წერება? აი ამ ასობგერათა წყობაში, ამჰარიკულში, ქანი არის, ნახეთ როგორ არის დაწერილი, ჯვარივით, ჯვარი და ეს ჯვარი ორივე დაბლა არის დახრილი წვეტებით, ხელების წვეტებით რა. და ეხლა მე დაგიპოსტავთ ქართულ ნუსხა ხუცურს, აი ამ წიგნში როგორც არის ამოკითხული, რომ ეს ქანი აქ სხვანაირად გვხვდება. ნახეთ, ქანი როგორ გვხვდება. აი ქანს დაინახავთ თქვენ ქვემოთ. ამ ქანს ერთი წვეტი მაღლა აქვს აწეული ხელის და მეორე დაბლა აქვს ჩამოწეული. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ეს ნაწერი არ არის ამჰარიკული, არამედ ეს არის ნუსხა ხუცური.
ანუ ეს ამღარიკულია, რომელიც ასევე ძალიან გავს. მე მაქვს აი ამას უგერაზე საუბარი, აი შუაში დევს ჯვარი. ხედავთ ხო, ჯვარი შუაში. ქანი და ორივე ფრთა დაბლა აქვს ჩამოზნექილი. თითქოს რაღაცა ვედროები უჭირავსო. და აი ამაში კი მეგობრებო, ხო? ქანი ერთი არის მაღლა აზნექილი. აი ხედავთ აქ, ერთი არის მაღლა აზნექილი, მეორე დაბლა ჩამოზნექილი. შეიძლება თქვენ ვერ ხედავდეთ, მაგრამ მე ვხედავ ამას. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის ამჰარიკული ენა. ისინი სპეციალურად არ ჩანს, მარტო ქანი ჩანს, ნახე, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ შეიძლება იყოს ამჰარიკული. დანარჩენი სპეციალურად არ ვიცი, სპეციალურად თუ არა სპეციალურად, მაგრამ რატომღაც არ ჩანს. აი აქაც საერთოდ რაღაც ამოიცნობა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ქანი ამოვიცანი და ეს ქანი არის ნუსხახუცური. ასევე იკონოგრაფია არის ქართული. აი ის ტერიტორიები, რომელიც ჩამოთვლილი არის ამ ამჰარიკულ ენებში, ხო? მან არც ერთი არ ცხოვრობს აი ამ მრგვალი სახის გარეგნობის ადამიანები. ეს არის ტიპიური ქართული იკონოგრაფიები, სადაც მრგვალი სახი აქვთ. წარსდგენილი. აი ხა რომ ვისაც ხელში უჭირავს ეს, ხო? დააკვირდით მის გარეგნობას. აბსოლუტურად სხვა გარეგნობა არის. ნუ ამაზე მსჯელობა შეიძლება, საინტერესოა ხა თვალით რომ ნახოთ ახლოდან. რა ენაზეა დაწერილი და თუნდაც იყოს ამჰარიკული. მე მიმაჩნია, რომ ამჰარიკული ენა არის ერთ-ერთი დაკარგული, აი როგორც ჩვენთან არის მეგრული, სვანური, ლაზური, ჭანური, აი ესეთი ამჰარიკული ენაც არსებობდა, რომელიც დავკარგეთ პრინციპში ალბათ. ნუ მეცნიერებისთვის ძალიან საინტერესო გამოსაკვლევი თემაა. ყველაფერი კარგად არის მეგობრებო. ეს უკვე ძალიან დიდ ნიშნავს, რომ გამოჩნდა თუნდაც ამჰარიკულ ენაზე ეს ქართული ბიბლია თქვა, აი ენამ მიყივლა. ქართული ბიბლიაა ეს, როგორც ჩანს. და ესევიელების ქართულად უწოდებენ ესევიელებს, მაგრამ გერმანულად ესენებს უწოდებენ იმ ხალხს, რომელი ხალხიც ენებს იკვლევდა, ქრისტესთან ერთად დადიოდა და ქრისტესთან ერთად იკვლევდა ამენის მნიშვნელობებს. ესენი, ამენი, ესევიელი და ასე შემდეგ. ყველას აქვს ამათ კავშირი ენებთან. და ენების კვლევა მიმდინარეობდა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში. რატომ იყო მნიშვნელოვანი ენების კვლევა და რატომ იყო მათი აღდგენა საჭირო და რატო აკეთებდა ამას ქრისტე? ქრისტესთან მოსიარულე მენელსაცხებელი დედები რატომ იკვლევდნენ ამ ენებს? ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და არაერთხელ მაქვს ნასაუბრი უკვე ჩემს ვიდეოებში, რომ ესენი იყო მნიშვნელოვანი საფუძვლები, ენის საფუძვლები, რომლებიც ძალადაკარგულ სიტყვებს ისევ აღადგენდა. და არის კიდევაც გადმოცემით ერთ-ერთ იმაში, რომ მაგდალინელმა, როდესაც ჩაატარა ერთ-ერთ ადგილზე საიდუმლო წირვა, ერთ-ერთ ეკლესია არ იყო ის, მაშინ ეკლესიები არ იყო ის ძველი საკულტო ადგილები იყო, რაღაცის გასანეიტრალებლად მაგდალინელი გამოთქვაოდა სიტყვებს, რომელიც არავის გაუგია. ამაში ეხმარებოდა იესო ქრისტე ენერგეტიკულად და დანარჩენის 12 მოწაფე და ის კიდევ 12 მოწაფის გარდა კიდე სხვა ქალები და იდგნენ წრეში და მაგდალინელი გამოთქვაოდა ამ სიტყვებს და შემდეგ როდესაც რჩება მაგდალინელი ამ რიტუალს იმისათვის რომ გადაერჩინათ ის სოფელი ძალა გამოცლილი ვარდება ძირს. ანუ ესე იგი ამ ენების და სიტყვების გამოთქვაში, რომელ სიტყვებს ეს მაგდალინელი გამოთქვავდა, ხო? ის თავისი ქალური ბუნებით უკავშირდებოდა სულიწმინდას და იღებდა ინფორმაციას.
არც ერთ ნაწერში არ გვხვდება, რომ ქრისტემ ჩაატარა რიტუალი, მაგრამ ჩვენ გვხვდება, რომ მაგდალინელმა ჩაატარა რიტუალი, რომელშიც ეხმარებოდა ქრისტე. და აი ამ რიტუალის შესახებ, მეგობრებო და ენასთან დაკავშირებით, ენის შესახებ, ქართულ ისტორიაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის თამარ მეფეს, რომ ის აკვირდებოდა ქართულ სიტყვათა წყობას და არა მხოლოდ ის, მისი საიდუმლო საძმო აკვირდებოდა ამ ენათა წყობას და მუშაობდნენ იმ საკითხებზე აღდგენაზე, აი ამ ენებისა და სიტყვის ძალის აღდგენაზე. ამიტომ ნათქვამია, რომ რუსებს იმდენად ეშინოდათ თამარ მეფის სიტყვის, რომ როგორც კი იტყოდა თამარ მეფე რამეს, არ არსებობდა, რომ არა აღხდენილიყო ისეთი ძალა ქონდა მის სიტყვას და მეხივით გავარდებოდა ხოლმე, იმიტომ რომ როდესაც ძალა აქვს შენ სიტყვას და არ ხარ კავშირში სული წმინდასთან, ის იმ წამსვე შეიმსვინება და არა ერთი თვის მერე და არა ერთი წლის მერე. ასე რომ შემოკარგებო, დავაკვირდეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენა. აი, ქართული არის არა მხოლოდ ერთი ენა, აქ არის სხვადასხვა ენები გაერთიანებული და მასში. ეხლა მე ვსაუბრობ ისე, რომ ზერელად ვსაუბრობ ამ საკითხს, იმიტომ რომ გამიგება რაღაცეები, მაგრამ სიღრმისეულად, თუ კი ამას გამოვიკვლევთ, გამოვიძიებთ, აღვადგენთ ენებს, ამას თავისი შრომა სჭირდება და თავისი დრო სჭირდება, მეცნიერული ნამუშევარი მუშაობა სჭირდება ამ საკითხს და ძალიან დიდი გულისხმური, რომ თვითონ სიტყვა კი არ დავამახინჯოთ, არამედ აღვადგინოთ მართებულად პირველ წყაროდან, რომელშიც გვხვდება ესა თუ ის სიტყვა გამართული. აი, მაგალითად, ქართლის ცხოვრებაში რომ ჩაიხედოთ, მე-18 საუკუნეში ქართველებს და სიტყვა ქართველი სულ სხვანაირად იწერებოდა. მასში მოთავსებული იყო აი ეს ვიე, რომელიც დავკარგეთ და მასში მოთავსებული იყო ასევე ჰემერვე. აი ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ ვიე, იმიტომ ქვია, რომ როცა ეს ასობგერა იწერება, ვს გავს, მაგრამ მაღლა მომრგვალებული კი არ აქვს, სამიანივით ესე სწორი თავი აქვს. დაბლა ჩვეულებრივად როგორც ვ ისე იწერება. აი ეს ვიე, მეგობრებო, როდესაც სიტყვაში წერია ვ და კითხულობ ვის. ანუ ქართველი კი არა, ქართველი. ვს მერე მოდის ჰე და აი ჰე მერვე იკითხებოდა როგორც ე. თვითონ ჰე მერვეს როცა ეს აი ვეფხისტყაოსანში იწყება ასე ჰე ღმერთო ერთო შენ შექმენ ჰე ღმერთო ერთო ამ ხუთი კი არ იწერებოდა აი ამ ჰე მერვეთი. იმიტომ რომ ეს ჰე არის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ასობგერა, რომელიც ქართულ ანბანს და ქართულ ენას აძლიერებს. რატო ეხლა გეტყვით რა? როდესაც თავდაპირველად იყო ქოროსის თვალი და ეს ქოროსის თვალი ერთ იმაში იყო მოთავსებული სივრცეში ყველა ასობგერა, შემდეგ ეს ასობგერები დაიშალნენ. აი ამ ლაზარის ენაზე გვაქვს საუბარი, მეგობრებო. თქვენ წარმოიდგინეთ რა ის ყველა ასობგერა, რომელიც მოთავსებულია აქ, ამ ცხრილში 1-დან 0-ის ჩათვლით, ხო? ანუ სხვანაირად 1-დან 9-ის ჩათვლით. იყო ერთ სივრცეში. აი მე გეტყვით ახლა განახებთ რომელ სივრცეში იყო ეს. ეს აღვადგინეთ ჩვენ სიდონებმა. ამაზე პირადად მე ვიმუშავე და კიდე სხვა ქალბატონებიც მუშაობენ ამ საკითხზე და ბატონებიც. და ჩვენ სხვადასხვა ვერსიები გვაქვს ამ აღდგენის. ამ ასობგერათა ერთობლიობის აღდგენის და საბოლოო ჯამში ახლა ვეძებ და დაგისკვინოთ. საბოლოო ჯამში ეს ასობგერათა წყობა, რომელიც განლაგებული აი ამ სისტემაზე, მოთავსებული იყო ერთ ქოროსის თვალში. შემდეგ გაიშალნენ და თითოეული დანაწევრებული ასობგერა წარმოადგენდა პიროვნებას, ანუ ღმერთს. ღმერთები არიან ეს ასობგერები, რომლებსაც თავიანთი ძალები აქვთ. აი 5 ღმერთი მოგვაკლეს ჩვენ, როდესაც
ილია ჭავჭავაძემ ამოიღო ქართული ასობგერებიდან 500 ასობგერა და აი ეს 5 მეფე, რომელიც მოგვაკლეს ჩვენ ასომთავრულიდან თუ ქართული ნუსხახუცურიდან და მხედრულიდან ესენი დავკარგეთ. მათი ძალა დავკარგეთ ჩვენ. აი ვიპოვე. ნახეთ? აი ეს იყო პირველად ასე იყო ყველა ასობგერა მოთავსებული. და შემდეგ, როდესაც ესენი გაიშალნენ, ხო? აუ ის წამეშალა ახლა. როდესაც ესენი გაიშალნენ, მიიღო აი ასეთი ფორმა. აი ასეთი ფორმა მიიღო მეგობრებო. ჩვენ ხედავთ აქ ორი მრგლოვანია სულ ყველა, მაგრამ ორი განსაკუთრებული ასობგერა, ონი და უნი, უნიში რომელშიც ის ვიე, აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ასობგერები არიან, რამე თუ დაიტოვეს დონიც ეს ხოთაშორის დონიც, მათ დაიტოვეს ის პირველყოფილი სახე, რომელსაც ქვია წრე. ანუ ონი, იგივე მზე. უნში შეიყვანეს ვიე. ვიე რატომ არის უნში შემყვანი? ამაზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, მაგრამ ჩემის აზრით ვიე იმიტომ არის უნში შემყვანი, რომ თვითონ ასობგერა სვავს კითხვას ვინ? გადარჩევაზე როა საუბარი, ხო? რატო სვავს ახლა ასობგერა ვიე, ვიედან ვინზე როგორ მივედით, ხო? თქვენ იცით რომ არის ინი. ასობგერა არის ინი. თუ ვიე მთავრდება ვიეთი და მასში მოთავსებულია ინიც და ენიც, აქ პირდაპირ თვითონ ეს სიტყვა გვეუბნება, რომ ვინ შედის უნში, თუ არა ვინი და ენი. ან თუ ენა გააქვს, ენას ისევ და ისევ ყველაფერი ენასთან მიდის. ამენშიც ენა და რა ამენს გვეუბნებიან, რომელ ენაზე მიგვანიშნებენ, ხო, ჩვენ ხო უნდა გავიგოთ, არა? ანუ ნახეთ, ბოდის მოგიხდით, რომ ვერ ვჩდები, იმიტომ რომ ეხლა ბავშვებმა ვირუსი გადამდეს და სიცხიანი მწევარ და ამიტომ ესე გელაპარაკებით. თორე ძალიან მიყვარს ხოლმე თქვენთან უშუალო კომუნიკაცია, თვალებით რო გიყურებთ ხოლმე. უფრო ადვილად გაგებინებთ. შეიძლება არც. როდესაც უნიში შედის ვინი და ენი, რასაც გასაღებს უწოდებ, მე პირადად გასაღებს უწოდებ აი ამ ვიეს. ვიეს არა აქვს ციფრი. ანუ არ აღინიშნება როგორც აი მე რამდენი ასობგერა არ არის მოთავსებული არც ერთ რიგით და რიცხვით ციფრში. მას აქვს მხოლოდ უნისთან კომუნიკაცია. ის მოათავსეს უნიში და მას მიეკუთვნა უნის თვისებები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არის 22 ასობგერა. აი ამაზე საუბარი მეგობრებო. ეს უნი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის 22 ასობგერა და 400-ით და დანომრილი, არამედ უნი არის წრის შიგნით, მაგრამ შეგვიძლია ასევე ვთქვათ წრის გარეთ. პერსპექტივებიდან შეგვიძლია დავაკვირდეთ. ჩვენ თუ შემოტრიალდებით და დავაკვირდებით, ესე იგი, ამ ანბანის პერსპექტივიდან უნი წრის გარეთ არის. მაგრამ თუ დავაკვირდებით ჩვენი პერსპექტივიდან, უნი წრის შიგნით არის. აქედან გამომდინარე, მე ვასკვნი ესეთ რამეს. არ არსებობს ერთი რეალობა, არსებობს რამდენიმე რეალობა და როგორ წაღიქვავ იმ რეალობაში, სადაც ჩაჯდები და სადაც დაიწყებ შენ არსებობას, ხო? იქ გაარსებებენ ამენის ძალით. ნახე, ახლა აი ქანთან დააკვირდით, აი ეს არის ქანი, მეგობრებო რა. ამიტომ გითხარით, ქანს ორივე ვედრო არ უჭირავს დაბლა ჩამოწეული, ერთი მაღლა აქვს აწეული, ვედროს ხვდებით ხო რას გულისხმობ? ანუ ხაზი არ არის მხოლოდ ჰორიზონტალური და ვერტიკალური. აქ არის ჰორიზონტალურ ხაზზე ერთი დაბლა დაზნექილი ხელი, მეორე მაღლა აზნექილი ხელი. მე აქედან მივხვდი, რომ ეს არის ქართული ნუსხახუცური ენა,
როგორც ახლა მომწერეს, ვითომ ამხარიკული ენაა, მაგრამ არ არის ამხარიკული ენა. პირდაპირ ვხედავ, რომ არ არის. მაგათ ქანს დაბლა აქვს ორივე ჩამოხდილი, რამდენჯერ უნდა ვთქვა ხა. ხო და აი ქანის დაბლა არის ხარი. და ამ ხართან თამარს ძალიან დიდი კავშირი ჰქონდა. ჯანთან, ღანთან და ხართან. სხვათა შორის, აი ჯანს დააკვირდით, ასობგერა ჯანს. ასობგერა ჯანს დააკვირდით და ეს არის x-ი და ზემოდან შეკრული x-ი. აი ახლა მე პირდაპირ გეტყვით ადამიანმა, რომელიც ეს ხაზი, ეს ჯანი დამისვა მე შუბლზე, პირდაპირ გააქტიურა ჩემი ძალები. ჯანები გააქტიურა, გესმით? ამას გონია რომ ცუდი გააკეთა. მაგრამ იცი რა ძალები გააქტიურა ამ ადამიანმა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ეს იმხელა ნიშანი იყო ჩემთვის, თან პირდაპირ აი სად იცით? ჰიპოფიზზე, ჯირკვლის გირჩის ჯირკვალზე. მესამე თვალზე გააქტიურა, ცოტა აქეთ მოუვიდა, მაგრამ არ აუშავს. გავასწორებ. აი პირდაპირ მნიშვნელობით გააქტიურა ჩემი ხედვის რაღაცა დონით ჯანი. ხო და ასე რომ არც ერთი ასობგერა, მეგობრებო, თუ კი ამ ამბანში ერკვევი, არ არის საშიში და არც ერთი რუნა. ესენი არის რუნები. აი ამ რუნების ძალების თუ გესმით თქვენ, ყველას დადებითი აქვს, ყველას თავისი დადებითი მხარე აქვს, ყველას თავისი უარყოფითი მხარე აქვს. ჩვენ ბინალურ სამყაროში იმიტომ ცხოვრობთ, იცით რა არის ბინალური? გაორებული სამყაროა. სადაც ასეც ვფიქრობთ, ისეც ვფიქრობთ, ესეც გვინდა, ეს კარგიც არის, ცუდიც არის. არ არის მხოლოდ ერთ ხაზად, ცალხაზად ეს კარგი და აი ჩვენ კარგები ვართ მხოლოდ. არსებობს კარგი, ცუდი, ცოდვა, მადლი. აი ესეთი რაღაცებია ბინალურ სამყაროში ძალიან ხშირია და მათ შორის ამ მატრიცაშიც ძალიან ხშირია. ყველა ასობგერას აქვს თავისი დაცემული მხარე, თავისი ამაღლებული მხარე. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ შენ როგორ დაიჯერებ და როგორ მიიღებ ამას, რწმენის ძალით, ისე მოხდება. კიდე მინდოდა რაღაც მეთქვა, რა უნდა მეთქვა? გამახსენდება. როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს აი ამ ბოლო ასობგერებზე ური ფონი და ლიზე, ური ფონი და ლი, ური ფონი და ლი ბოლოში დაბლა 37, 38, 39 და 40. აი ესენი გამოიყენებოდა ჯერ კიდევ მეფეების დროს ყველა გამოიყენებდა ამებს და თუ დააკვირდებით, აი ეს ური არის ამოტრიალებული ჯანი. აი დააკვირდით? ური არის ამოტრიალებული ჯანი. რატომ ვეძახით ურიებს და რატომ არის ეს ური? სადა ური ხარ, რო ვეძახით, რო ვკითხავთ ხო ერთმანეთს, სადა ური ხარ? აი უკვე გადადიხარ შენ ჰოედან ურიში. ანუ ეს რას ნიშნავს? ასრულებ 37 ციკლიან აზროვნების უბრალოდ 37 ნიშნიან აზროვნების ციკლს და 38-ში როდესაც გადადიხარ, აქ უკვე შენ გეწოდება გენიჭება ღვთიური ძალა. ანუ შენ შეგიძლია თქვა, მე ვარ ესა და ეს ური. აი აქა ური ვარ, ხო, სადღაცა ური ვარ. მერე კიდე არსებობს ელი. სადა ური კი არა, იკითხება რომელი ხარ? რომ ელი ხარ, გესმით? ანუ სადა ური ჩვენ ადგილმდებარეობაზე გვეკითხება, რომელი ხარ უკვე? აქ პერსონალზე გადადის და პერსონალზე გვეკითხება, რომელი ელი ხარ, გესმით? და აი ეს ელი რას ნიშნავს, იცით მეგობრებო? აი ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის ენი და ლი. ლიში მოთავსებულია კიდე 4 ინი. 4 ინი რომ მოთავსებულია და ასევე 4 ონია მოთავსებული. ძველად კუთხოვან ოს რო წერდნენ, აი ესეთი ოა. ოლიც არის და ილიც არის.
თვითონ ამ ასობგერას აქვს ისეთი მნიშვნელობა, რომ შენ გასული ხარ ისეთ მდგომარეობაში, რომ შეგიძლია დატრიალდე. ანუ დაკვირდით ისევ მნიშვნელობას ტრიალდე. ან თუ შენ დატრიალება შეგიძლია და ხარ მზად იმისათვის, რომ რაღაც დონეზე აახვიდე, აიწიო და იქ მივხვიდე ამ ტრიალით. 3 ალიო გეუბნება, ანუ ისევ 3-3 მიდივარ. თუ ამ ტრიალით შენ მიდიხარ დონთან, და შეგიძლია დონში ასვლა, მაშინ შენ უკვე ადიხარ დონეზე. რაღაც დონეზე ადიხარ, ისე რომ ისევ და ისევ მიხვიდე ინებთან. ინი სად არის? 10-ია ინი. აი ნახეთ. ინი არის 100. ინის, სარს, ძილს და ლის აქვთ აი ეს უნიკალური თვისება. ისინი არიან მოთავსებული ლიში. თუმცა ძილი იმდენად არა. ძილს სიმრგვალი აქვს. ჩვენ ახლა რო შევკრათ ლი და ყვავილად გადავაქციოთ, მაშინ გვექნება 4 ძილ. ძილ, ხო? მაგრამ როდესაც არ არის შეკრული ლი, მაშინ არის ინი. 4 ინი. ინს რა თვისებები აქვს რა? ინს რა თვისებები აქვს ეს გავარკვიოთ ახლა. აი ხო, ჩვენ ვიკვლევთ ამ საკითხებს და ზოგს აქვს კითხვა, რა შემჭირდება ახლა ეს ინფორმაცია რა, რაც მე პრინციპში მქონდა ხოლმე მათემატიკის სწავლის დროს. ვერ ვიგებდი საერთოდ ვერაფერს და ვფიქრობდი, რა შემჭირდება ახლა ეს აი ამ ასობგერათა ესა ციფრთა წყობა და მათი გამოთვლა და მათი საერთოდ არსებობის შესახებ რა შემჭირდება მათემატიკა, ხო? გონებას ხსნის, თქვათ, ერთი ახსნა ქონდა ის, რომ გონებას ხსნის, გასწავლის რაღაცებს და მეორე ის, რომ შეიძლება რამეში გამოიყენო, არ იცი რაში, მაგრამ შეიძლება ოდესღაც გამოგადგეს რაღაცაში, ხო? ისევე არის ქართული ანბანი, მეგობრებო. აი, პირდაპირ გეუბნებით, რომ ამ ანბანმა მიმიყვანა მე იმ დასკვნამდე, რომ 7 ტოტა მენორა არის ამოტრიალებული. და შემდეგ იმ ვიდეოს თუ არ იცნობთ, YouTube-ზე გადადით Facebook-ი მიშლის ვიდეოებს, აი შემდეგ გამოჩნდა უკვე შუმანის რეზონანსმაც დააფიქსირა, როდესაც ჩვენ ქართული ანბანით ლაზარეთი გამოვიკვლიეთ პირდაპირ ეთერში, რომ 7 ტოტა მენორა კი არ უნდა იყოს 7 ტოტა, არამედ 7 ფეხა და ნახეთ როგორ ამოუტრიალა, მეგობრებო, რეზონანსმა 7 ტოტა. რატო უნდა იყოს ახლა 7 ფეხა? აბა ხომ მიხვდებით, შემიმაყურებელი მიხვდება, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სინათლე ჩამოდის ზემოდან, ხო? და ქვემოდანაც ამოდის, მაგრამ ის სხვა სინათლეა კიდე, მაგრამ ზემოდან ჩამოსული სინათლე არის ზეციური. ზენთან კავშირში. აი ამ 7 ტოტა მენორასთან, უბრალოდ 7 ფეხა მენორასთან ხედავთ შუაში როგორ აზის ქანი და სხვათა შორის ამხანური ენის ქანიზის. მაგრამ არა აქვს მაგას მნიშვნელობა აქვს ზემოდან მოდის სინათლე, ჩამოდის გადის ორში, შემდეგ ამ ორიდან, ანუ მამა და ძეში, ჩამოდის ამ ორიდან და გადის ისევ მამა და ძეში, მამა და ძიდან გადის უკვე, შესაძლებელია ეს აქ უკვე მამა და ძე კი აღარ არიან, აქ სხვა სინათლეები იგულისხმება, აი მეორე ორგან რიგში. და შემდეგ აი ამ ორიდან უკვე გადის თითო 3-ში და 3-ში. ხოლო ეს ქანი არის მყარად სინათლე, რომელიც უკავშირდება აი ამ მიწიერს. მოდი ეხლა აქ ვნახოთ ჩვენ როგორ დაგვაკავშირა ამან. ესე იგი აქ პირიქით არის. ზემოდან ჩამოდის 1 2 3 4 5 6-დან, 6 ღმერთიდან, ანუ 6 სინათლიდან, უბრალოდ 7 სინათლიდან ჩამოდის 2-ში, შემდეგ ისევ 2-ში, შემდეგ ისევ 2-ში და მერე 1-ში სრულდება. აბსოლუტურად მიუღებელია, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც სინათლეს ვიღებთ, ერთზე კი არ უნდა დავიდეთ, უნდა გავამრავლოთ ეს სინათლე რა. და სინათლის გამრავლების დროს აი ეს ფორმულა უფრო მართებულია, ვიდრე სადაც მრავლდება, ესე იგი სინათლე ჩამოდის და მრავლდება ბევრში,
აქ ჩამოდის სინათლეები, ბევრი სინათლე ჩამოდის და ერთზე კონცენტრირდება, ერთ კაცში გადის, გესმის, ერთზე. ეს არ არის კარგი. რა თქმა უნდა, აისახება ჩვენში ის, რომ აი სინათლე ვერ გავიდა რა. და ყოველთვის მიგვირს ეს რომ რა ხდება, კაცობრიობა მართლა ესე დაბნელდა თუ მიკაიფებიან თუ რა ხდება, ეს რა ხდება ამ სამყაროში. აი ძალიან საინტერესოა რა, ახლა ეს შუმანის სკალის მიხედვით, რეზონანსის მიხედვით, როგორ ამოუტრიალა ამათაც ეს ჟიტოტა მენორა. ხო და ეს არის მატრიცა, სადაც მეგობრებო, აი ჩვენ ვიმოგზაურებთ ისეთ უსასრულო იმებში, ველებში, რომ უსასრულო ველებში, ანუ განვითარების ველებში, ეს არ სრულდება, უსასრულო განვითარება შეიძლება გამოვითვალოთ ამ მატრიცით. და საბოლოოდ მაინც ერთ სინათლემდე მივდივართ. სიტყვის ძალასთან, სული წმინდასთან. და ეს სული წმინდა არის ვინ ენი? ენის ძალა. თავდაპირველად ხო სიტყვა იყო? აი ეს ვიე არის სული წმინდა, რომელიც ქართულ ანბანში მოგვპარეს. გესმით? ქართულ ანბანში როცა მოგვპარეს რაღაც, ხო? ამის აღდგენას რაღა უნდა? აღვადგინოთ, ჩვენი არ არის ეს ენა? აი ეს რუნები ახლა ეგ. ნახე, ეს გიორგი გიგაურის ნაშრომია. აი ეს სიმბოლოები, ეს რუნები, ეს ყველაფერი. ამ ყველაფერს ქმნის ჩვენი ქართული ანბანი. თუმცა აი ეს თვალი არ ვიცი, თვალს ვერ ქმნის მე მგონი. რაღაცა სიმბოლოებია, რომელიც ჩვენს ქართულ ანბანში ძალიან ხშირად ხდება და მისი არსებობით იქმნება ესე. თუმცა აი აქ უმრავლესობა არის ზოდიაქოს ნიშნებიდან გადმოღებული სიმბოლოები და სიმბოლიკა. ახლა მეგობრებო, მე მგონი დავასრულებ ამ ლექციას, ძალიან გაგიძნელდებათ თქვენ ამის ახმად და მადლობა უბრალოდ რომ გამოგვიჩინა პირველ წყარო ქრისტიანული ბიბლია და მოდი ერთად გავიგოთ თუ რა წერია ამ ბიბლიაში, რომ ერთმანეთს არ დაუწყოთ ბრძოლა, არა ესე თქვა ქრისტიან და არა ესეო. ასე რომ, რა ვიცი, მე მგონი რომ ყველაფერი კარგად არის საუკეთესოდ. გაკოცეთ ახლა მეგობრებო, გემშვიდობებით. მე შემცირდა ახლა ცოტა ისევ ამაკანკალა, იმიტომ რომ სიცხე მაქვს როგორც უკვე გითხარით და ენერგიაც გამომეცალა როგორც ჩანს ამ საუბარში. ამიტომ დაგემშვიდობებით, გაკოცეთ. ჯანმრთელობა ყველას.